Ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირა არც მეტი, არც ნაკლები 400-მა ევროპარლამენტარმა. რა გამოდის? ოცნება, რომ ამერიკაში ეძებდა ის Deep State-ი, ევროპაში ყოფილა ფესვგადგმული და მიზანმა უმტყუნა ოცნების ბატონ ბიძინას. ისეთი ტემპით მიდის ბიძინა ივანიშვილი არაა გამორიცხული მალე ფრანგული ღირსების ლეგიონის ორდენიც ჩამოართვან და მასთან ერთად საფრანგეთის მოქალაქეობაც. იგივე ბედქვეშ იქნება მისი ოჯახის ყველა წევრი და რასაკვირველია მისი ვაჟი უტა, რომელიც უკვე არსებული სანქციების გამო, როგორც იუწყებიან, ქეშ-ფულს ჩემოდნებით დაარბენინებს. ასეთი ყოფილა რუსი ოლიგარქების ბედი, ფულის შოვნა ტკბილი და კენწერო უმწარესი. ურთულესი მდგომარეობა. აი ისეთი სტაფილოს წვენი რომ აღარ შველის. პრინციპში არც მანამდე შველოდა. მაშინაც ყველაფერი განწყობის სიმულაცია იყო. ივანიშვილს სანქციების ტკივა დგებუაძის ლოყა. ძიმია ქართველობა. ზოგს რა უჭირს, ზოგს რა. ესეც ნათელი მაგალითი. ერთი თვეა ბათუმის პოლიციის ნორჩი შეფი სილაგაწნული ლოყის ტკივილს ვერა და ვერ იშუშებს. აუტანელს სულიერ და ფიზიკურ ჭმუნვებშია. მეტი დამაჯერებლობისთვის გომელაურის უწყება მოწმენდილზე 4 მოწმე პოლიციელი გამოაგორა. ჩვენებაში 4-ვე სამტკიცებინეს მართალია ერთ ლოყაზე მოხვდა ჟურნალისტის ხელი, მაგრამ ორივე ეთკინაო. არა უშავს ირაკლი ბატონო. სანქციის სილა უფრო მტკივნეულიაო ამბობენ. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ ბიძინა ბატონს კითხოთ. ახლად გებუაძე და მისი იარები უკან მოვიტოვოთ და ევროპულ შემოძახილს დაუბრუნდეთ. ახლად მიღებულ რეზოლუციას მალევე უპასუხა რუს ივანიშვილის წარმომადგენლობამ, თუმცა მოკლედ და რიხის გარეშე. ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა შეუძლებელიაო გვამცნო წერილობითი გამოხმაურებით იმ ოცნებამ, რომლის წევრებსაც ლამის სახლში, საკუთარ ჭერქვეშაც არ აღიქვამენ სერიოზულად. ის ძალა აძაგებს ახლა ევროკავშირს, არავინ რომ აღიარებს, ხელს რომ არავინ ართმევს და ზედაც არ უყურებს. არ უტყდებით საკუთარ თავს, მაგრამ მართლა მარტო სახლში დარჩით მეოცნებეებო და გააოცეთ კიდეც ევროპაც და ამერიკაც. ეს ღამეს მთავარია მედია მამისეიშვილი გარეთ უწყვეტი პროტესტის 78 დღეა, რომელსაც რასაკვირველია სტუდიიდან ვუერთდები. საუბრობთ ოცნებისთვის ახალი ევროპული სანქციების დაწესებისა და საქართველოს გათავისუფლების აუცილებლობაზე. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები და გზავნილები იყო დღეს სტრასბურგიდან, რომელიც პირველ რიგში მიემართებოდა რუს ივანიშვილს და მისი დაჯგუფების წევრებს, ასევე მისი ოჯახის წევრებს. მოკლედ, მისი ახლო გარემოცვა ყველა არის პოტენციური სანქციის ქვეშ და დღეს ევროპამ ერთიანი გზავნილი გაახმოვანა საკმაოდ ხმამაღლა და ერთსულოვანი ნამდვილად იყო დღეს ევროპარლამენტი, სადაც რეზოლუცია უკვე არის მიღებული და ძალიან ფართო არის იმ ადამიანების წრე, რომლებიც მოექცევიან ამ სანქციებში. ეს მათ შორის ეხება ჟურნალისტებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც აცოცხლებენ ივანიშვილის რეჟიმს და რასაკვირველია ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. როგორც უკვე გითხარით, ევროპარლამენტარებმა დღეს ერთხმად თქვეს, რომ აუცილებელია ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნა, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რეპრესიების შეწყვეტა და მედიაზე ზეწოლის შეწყვეტა. უფრო კონკრეტულად რა ითქვა სტრასბურგში, როგორია გზავნილები, რომელიც ევროპიდან დღეს მიიღო ქართულ მოოცნებამ, ჩვენ დავიწყებთ ახლა ინტერვიუს ზურა ჯაფარიძესთან, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერთან, რომელიც დღეს ესწრებოდა იმ სხდომას, რომელზეც რეზოლუციას კენჭი უყარეს და წარმატებით დაამტკიცეს. სურა, მოგესალმებით და პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით დავიწყოთ იმაზე საუბრით, თუ რატომ არის დღევანდელი მიღებული დოკუმენტი მნიშვნელოვანი, რა წერია იქ და რა სიგნალია ეს რუსული ოცნებისთვის. პირველ რიგში დოკუმენტი არის პოლიტიკური დოკუმენტი ცხადია და შეიცავს პოლიტიკურ გზავნილებს. ევროპარლამენტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს და მიმართულებებს აძლევს უკვე აღმასრულებელ შტოს, როგორც არის შემდეგ ევროკომისია, რომელიც შემდეგ რაღაცები უნდა შეასრულოს. ეს დოკუმენტი ჩემს ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ერთი ის, რომ მე მგონი ესეთი მოცულობითი დოკუმენტი, ასეთი მოცულობითი რეზოლუცია საქართველოს აქამდე არ მიღებულა. მეორე, მე არ მახსენდება ასეთი მკაცრი ტონი და მესამე, არც ესეთი ყოვლის მომცველი ტექსტი მახსენდება საქართველოს განმარტებაში, რომ აქამდე მიიღოთ. რაც არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ
ერთი რომ ხაზგასმით არის აღნიშნული ისინი ევროპარლამენტი არ ცნობს 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას, მეტიც თუ კი სადმე საუბარი არის ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელზე ან რომელიმე ქვეყანაში არსებულ სამთავრობო ინსტიტუტზე, ხაზგასმით ყველგან მითითებულია, რომ ეს არის არალეგიტიმური ინსტიტუტი, ან საერთოდ ირაკლი ყობახიძის შემთხვევაში რეგალიებიც კი არ არის მითითებული, პრემიერ-მინისტრაც კი არ უძახიან. მეორე რატომაც არის მნიშვნელოვანი არის, რომ ტექსტში არის საუბარი საკმაოდ კონკრეტულად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მათ შორის მზიამაღლობელი ცალკე არის გამოყოფილი. ასევე მნიშვნელოვანია სანქციების ნაწილი. გარდა იმისა, რომ საკმაოდ ცელი სია არის ჩამონათვალი ადამიანები, სადაც შედიან ივანიშვილის მთელი ოჯახი, თან ფართო გაგებით ოჯახი, ასევე ბიზნეს წრეები, ჭყალებში ბიზნეს წრეები, მაგრამ ის ხალხი, ვისაც ივანიშვილი ფულს აკეთებინებს ხა ქვეყანაში და ვისაც მე ჩვენ ბიზნესმენებს ვეძახით, ასევე არიან პროპაგანდისტები და არიან ცალკე თავი არის, სადაც რაღაცა ფორმალურად დე-ფაქტო თანამდებობებზე ვინც არიან, ეს ხალხი როგორც არის, მაგალითად გომელაური, ყობახიძე და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე მგონი პირველად ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომ მოწოდება არის კონკრეტული წევრი ქვეყნებისადმი, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის დონეზე ერთობლივად ვერ ხერხდება დასანქცირება, რადგან ამას ხელს უშლიან ორბანი და ფიცო, ანუ სლოვაკეთი და უნგრეთი. და ეს პირდაპირ წერია ყველანაირი მიტინგის გარეშე, ამიტომ ევროპარლამენტი მოუწოდებს აღმასრულებელ შტოს ევროკავშირის, რომ მიმართონ, უბრალოდ მიბაძონ ბალტიისპირეთის ქვეყნების და ჩეხეთის მაგალითს, რომლებმაც ინდივიდუალურად დაუწესეს თვითონ სანქციები კონკრეტულ ადამიანებს. რომ 25 ქვეყანა მაინც თუ ის ორი გამოეთიშება, უნგრეთი და სლოვაკეთი, ინდივიდუალურად მაინც დაუწესონ სანქციები, რაც ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, რაც ჩანს ამ რეზოლუციაში და რო არ გამიგზავნა ძალიან დიდხანს, ჩანს ის, რომ თუ აქამდე წინა დოკუმენტებში შევხედავთ და საუბარი იყო ხოლმე იმაზე, რომ შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის, ეხლა ბევრად წინ წავიდნენ იმ გაგებით, რომ საუბარი არის უკვე ასოცირების ხელშეკრულების გადახედვაზე, საუბარი არის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გადახედვაზე და ასევე საუბარი არის უვიზო რეჟიმის გადახედვაზეც და პირდაპირ არის მითითება ევროპული სტრუქტურებისადმი, რომ შეისწავლონ პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა იმისაც, რომ მას ჰქონდეს ესეთი ტიპის რეჟიმები ევროკავშირთან, ამ პირობებს დღეს გამდენად აკმაყოფილებს კიდევ საქართველო. ხო, ანუ ჯამში კარგი და ყოვლისმომცველი დოკუმენტია, რაც იყო განსხვავება, ბარემ ამასაც ვიტყვი, ჩემს სტრასბურგში წინა ჩამოსვლასა და ეხლა ჩვენს ჩამოსვლას შორის არის ის, რომ საპარლამენტო ასამბლეის შემთხვევაში, რუსეთის საპარლამენტო ასამბლეას გულისხმობ, იქ ბევრად მეტი მუშაობა იყო საჭირო იმ თვალსაზრისით, რომ ამ ადამიანებისთვის მიგოწოდებინა ინფორმაცია და მასალები იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოში. აქ პრინციპულად განსხვავებული რეალობა დახვდა, რომ ჩამოვედით უკვე 7 რეზოლუცია იყო მომზადებული და ამ 7-დან მე მგონი 6 იყო სხვა პოლიტიკური ჯგუფების, რომლებიც პრინციპში მსგავსი იყო, იდენტური იყო ერთმანეთის, უბრალოდ რაღაც ტონალობაში იყო განსხვავება და რაღაც დეტალებში და ერთადერთი, ვინც ქართული ოცნების ინტერესებს ატარებდა, იყო გერმანული AfD, რომელიც გამოირჩევა საკუთარი პრორუსული პოზიციებით, ბევრი თვალსაზრისით ეს ხალხი არიან, რომლებიც ყირიმში ჩავიდნენ, ყირიმი აღიარეს და აფხაზეთში არიან ამყოფი და ასე შემდეგ და გასაგებია ვის ინტერესებს ატარებდნენ. მაგრამ 5 თუ 6 ცვლილება ქონდა დაყენებული რეზოლუციაში და პანტა-პონტით ჩავარდა ყველა, ვერც ერთი ვერ გაიტანეს. კი, რომელი ჩავარდა და რომელი დამტკიცდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კონტრასტული, რომელიც გასდევდა დღევანდელ პოლიტიკურად მნიშვნელოვან დღეს. ზურა, თქვენ ისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე, მე მინდა რომ პუნქტებად დავყოთ და ისე განვიხილოთ. თქვენ თქვით პირობების გადახედვის საკითხი, აქტუალიზაცია ამ თემის ნამდვილად თუ მოხდა და გადახედვა და მთელი რიგი სიკეთეების შეჩერება, რასაც ჯერ კიდევ იღებს საქართველო, ეს როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაზე, თითოეულ მოქალაქეზე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ძალიან დიდია ის რესურსი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროპისგან. ხო, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ფინანსური დახმარება უკვე გაჩერებულია, თუ სწორად მახსოვს 132 მილიონ ევროზე იყო საუბარი, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს დახმარება უნდა გადამისამართეს და თან ეს უნდა მოხდეს სასწრაფოდ არასამთავრობო სექტორზე და თავისუფალ მედიაზე საქართველოში. ეს სიტყვა სასწრაფოდ ჩაწერა ასევე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ცალკე ერთი პარაგრაფი არის კონკრეტულად იმაზე, რომ ევროპარლამენტი რაღაცნაირად წუხილს გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს ამ შემთხვევაში არის
ევროკომისია იგულისხმება მოქმედებები და მოქმედებების თუ ზომების მიღების ტემპი არ არის მთლად ადეკვატური იმ რეალობის, რომელიც არის საქართველოში. ან თვითონ ევროპარლამენტი არის უკმაყოფილო იმისი, რომ რეზოლუციებს იღებენ, გარკვეულ მითითებებს იძლევიან და შემდეგ ეს აღმასრულებელი შტო ან არასრულებს, ან ძალიან ნელა ასრულებს და ამის გამო პირდაპირ პარაგრაფი ჩაწერეს შიგნით. რაც შეეხება სხვა რაღაცებს, ხო, ასოცირების ხელშეკრულებაზე პირდაპირ არის მითითება თავისი მუხლები არის მითითებული და ასევე არის საუბარი უვიზო რეჟიმის გადახედვაზე და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმზე. ნუ რა ვიცი, ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება გასაგებია და ჩვენ რა წლები კი არა და 10 წლები დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს რაღაცები მოგვეპოვებინა და უამრავმა ადამიანმა, ალბათ ათასობით ადამიანმა ქართულ ბიუროკრატიაში, სხვადასხვა სამინისტროებში იქნება ეს, არ ვიცი, საგარეო თუ იუსტიცია თუ შსს თუ რა ვიცი, რეფორმები იყო მილიონი გასატარებელი იმისათვის, რომ ეს რაღაცები მიგვეღო და ეს სიკეთები ქონოდა და ხო, ნუ სამწუხარო რეალობა არის ეს და აქედან ესე ჩანს და ესენიც ესე ხედავენ, რომ საქართველოს ვეღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რა პირობების დაკმაყოფილების გამოც ოდესღაც რომელიც წელი იყო 2017 იყო ხოლმე მგონი უვიზო რომ მოხდეს და დანარჩენი მანამდე ეს რაღაცები მოქცა ევროკავშირმა. როგორ აისახება თავისთავად ამ რეზოლუციის მიღებას უკვე ექნება რეზონანსი, იმიტომ რომ ძალიან კაცი რეზოლუციაა ნახავს ყველა, ვისაც საქართველოს და ჩვენი რეგიონი აინტერესებს და არ გონია რომ ინვესტის ეს მოსაწონი იყოს და ვიღაცას არ საქართველოში რამის კეთება მოუნდეს და საქართველოში ფულის ჩადება მოუნდეს და ან საქართველოზე გაუშვეს წარმოდგენა რომ ეს პერსპექტიული ქვეყანაა და ამ ქვეყანაში რაღაცის გაკეთება ღირს, არ ვიცი, ცხოვრების თუ საქმის დაწყების თუ რაღაც. ხო, ცხადია ესე არ იქნება. ხო, ამიტომ ეს რეზოლუცია ანიშნავს იმას, რომ ეს ხვალ მოხდება, ან ზეგ მოხდება, მაგრამ ეს რეზოლუცია ნიშნავს, რომ პოლიტიკური განწყობა აქ არის ესეთი. ამ რეზოლუციას ხარი დაუჭირა 400 ადამიანმა. 400 ადამიანმა 27 ქვეყნიდან, რომლებიც წარმოადგენენ ზოგი სახელმწიფო პარტიის წარმომადგენელია სხვადასხვა ქვეყანაში, ზოგი ოპოზიციის წარმომადგენელია სხვადასხვა ქვეყანაში, მთელი ჭრელი ევროპის ყველა წარმომადგენელი იყო აქ და 400 ადამიანმა დაუჭირა ხარ. და ეს რიცხვი თავად ამბობს იმის შესახებ, თუ როგორი განწყობა არის დასავლეთის მხრიდან რუსული ოცნების შემთხვევაში აბსოლუტურად გეთანხმებით. ზურა, ახლა განვიხილოთ აღსრულების ნაწილი, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგმა და თქვენ თავადაც თქვით, რომ იქ სპეციალური დანართი ზუსტად იმიტომ გაჩნდა, რომ აღსრულების ნაწილში იყოს ეფექტური ნაბიჯები გადადგმული. ჩვენ ვიცით, რომ ორი მოკავშირე ზუსტად ორივე პრორუსი დარჩენილი ყავს ქართულ ოცნებას, ამიტომაც რადგან გადაწყვეტილებას აბსოლუტური უმრავლესობა სჭირდება ევროკავშირმა რომ ამოქმედოს სანქციები, ამიტომ არის საუბარი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებაზე და ევროკომისიის მხრიდან აქტიურ მუშაობაზეც აპელირებთ თქვენ. ეს კონტურები რამდენად გამოკვეთილია იმ ფონზე, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან ისმის ეს კრიტიკა? ხო, ანუ ეს პრობლემა ძალიან რეალურია, რაც ეხება უნგრეთს და სლოვაკეთს, მათ შორის ამ რეზოლუციის მიღებამდე გუშინ საღამოს ჩვენ აქ შეხვედრა ჰქონდა, ამას არ ვქნებთ, რომ შეხვედრა ვერ დავგეგმეთ, მაგრამ გადავეყარეთ შემთხვევით კაია კალას, რომელიც ახლა დღევანდელი ჟოზეფ ბორელი არის და რაღაცა მოკლე გასაუბრე მოვასწარით და ანუ პირდაპირ ტექსტით გითხრა, რომ პრობლემა არის სლოვაკეთი და პრობლემა არის უნგრეთი და ამიტომ ალტერნატიული რაღაცა გზები არის მოსაძებნი. ანუ ევროკავშირის დონეზე სამწუხაროდ ვერ ხდება ისეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც კონსენსუსი ჭირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდუალურად თვითონ ქვეყნებმა გადადგან ეს ნაბიჯები და ეს ჩაიწერა სწორედ ამ იმაშიც, ამ რეზოლუციაში, ანუ პირდაპირ მოწოდება არის ეროვნული პარლამენტებისადმი, რომ მათ მიიღონ მსგავსი ზომები, როგორც მიიღეს ლიტვა, ლატვია, ესტონეთმა და ჩეხეთმა, 4 ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ და ასევე აქ მითითებული, რომ ბრიტანეთსაც აქვს ინდივიდუალური სანქციები დაწესებული და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, თუმცა ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ არიან, მაგრამ მათ მაგალითად უნდა მიბაძონ სხვა ქვეყნებას. დანარჩენი ხა ამას რამხელა ეფექტი ექნება და როდის დაიწყება ამის აღსრულება ძალიან რთული სათქმელია. ჩემი აზრით, რაც არის გასაკეთებელი, არის სამუშაო დედაქალაქებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ალბათ პირველ რიგში არის ბერლინი, არის პარიზი და არის ვარშავა, ეს ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები. ამ ქვეყნებიდან არის ალბათ დასაწყები და სამუშაო არის დედაქალაქებში ინდივიდუალურად თითოეულ ქვეყნებთან, რომ ამ რეზოლუციის გამოყენება შეიძლება ამ მუშაობაში, ისე როგორც პასეს ერთი კვირის წინ თუ 10 დღის წინ მიღებული რეზოლუციის გამოყენება შეიძლება და შემდეგ რასაც აქ ვაკეთებთ, იგივე იქ საკეთებელი, ანუ ჩასასვლელია, შეხვედრებია გასაკეთებელი, ჩასატანი არის ეს უამრავი მასალა, იქნება ეს ტექსტური მასალა თუ ფოტო მასალა თუ ვიდეო მასალა, როგორც აქ დავდივარ სტრასბურგში და ბრიუსელში და ჩაგვაქვს და ამ ხალხს ველაპარაკები და ვანახეთ რა ხდება ქვეყანაში, იგივე სამუშაო არის ჩასატარებელი იქაც და ცხადი ამას შედეგი ექნება.
კიდევ 400 ევროპარლამენტარი ახსენეთ, ჩვენ გვინახავს არაერთი მიღებული რეზოლუცია, დამტკიცებული დოკუმენტი, ასეთი აბსოლუტური უმრავლესობით, ასეთი რაოდენობით მე იშვიათად მახსენდება და ეს განწყობას გამოხატავს კარგად. სურათ თქვენ ისიც ახსენეთ, რომ სამუშაო არის ამ ნაწილში კონკრეტულ დედაქალაქებში უნდა ჩავიდეთ და მათ შორის ალბათ გულისხმობთ თქვენ თავს პირველ რიგში პოლიტიკოსებს, რომ ამ დოკუმენტის მიტანა მოხდეს, ასევე იმ ინფორმაციის რეალურად როგორ ვითარდება დროსთან ერთად საქართველოში პროცესები ხომ არ არის უკვე დაგეგმილი შეხვედრები, ხომ არ არის უკვე მოლაპარაკებები თარიღთან დაკავშირებით მაგალითად ან ვინმეს რომ უნდა შეხვდეთ უახლოეს ხანებში. არა, ჯერჯერობით ეგეთი რამე დაგეგმილი არ აქვს, თუმცა გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა პარტიებთან, საქართველოს პარტიებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეხლა ახაც მიუხედავად იმისა, რომ მარტო მე და ნიკა გვარამია ვიყავით ჩამოსული, ეს არის ფიქრობთ, რომ რაღაცა ჩვენი კოალიცია მუშაობდა ამაზე. ყველა ჩართული იყო 4-ვე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც ჯამში 26 ოქტომბერს გაიმარჯვეს არჩევნებში. ყველა ამ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც საგარეო საკითხებზე მუშაობდნენ, ყველას აქვს ამ პროცესში მიღებული მონაწილეობა. მართლა ყველას, ანუ გახარიას ხალხის იყო ჩართული, ილოს ხალხის იყო ჩართული, ნაციონალური მოძრაობის ხალხის იყო ჩართული. და საგარეო ფრონტზე კოორდინაციის ის ხარისხი, რაც ახლა არის ამ 4 პოლიტიკურ ჯგუფში, აქამდე ნამდვილად არ ყოფილა და მაგის შედეგი არის როგორც ის პასეს რეზოლუცია, ისე ეს დღევანდელი ევროპარლამენტის რეზოლუცია. თუმცა საერთოდ ჩატში ქონდა მაგაზე მსჯელობა, რომ შემდეგი ნაბიჯები რა შეიძლება იყოს და ნუ მაგაზე ამ წუთში რაღაც ვასაის კონსენსუსი არის, რომ ხო, ეხლა ეს ტიპის სამუშაო არის ხა გადასატანი უკვე ქვეყნების დედაქალაქებში და იქ არის შეხვედრები გასაკეთებელი, იქ არის მასალები და ინფორმაცია შესწავლილი, იქ არის დასაწუნებელი ამ ქვეყნების არის პარლამენტარები თუ აღმასრულებელი შტო, იმასთან დაკავშირებით ანაბიჯები არის გადასაწყვეტი და ნუ გაკეთებადია მაგაში გაუკეთებელი არაფერი არ არის. და რეზოლუციაზეც მინდა ბარემ ორი თქვა თქვენ, იმიტომ რაღაცა კი ბატონო, გისმენთ. გითხე რომ ეს რაღაცა რეზოლუცია მაინც და მაინც ეფექტური არ არისო. ერთი რამე რაც მნიშვნელოვანია გვესმოდეს ესეთი ტიპის ტექსტებთან მიმართებაში არის ის, რომ ამ ესეთი ტიპის რეზოლუციებს ქვეყნებთან მიმართებაში ევროპარლამენტი და საქართველოს მიმართებაში ევროპარლამენტი სულ იღებს. რაც არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ტექსტის შერბილება არ მოხდეს. მაგალითად ძალიან პრინციპული საკითხი იყო ჩვენთვის, რომ ტექსტში არ გაპარულიყო არც ერთ შემთხვევაში რაიმე ერთი ფრაზაც კი ისეთი, რომელსაც შემდეგ რუსები საკადრუსული რეჟიმი საქართველოში გამოიყენებდა პროპაგანდისთვის. ერთ ადგილასაც კი რომ გაპარულიყო მაგალითად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე ხვალიდან ბრიფინგს ჩაატარებდნენ და დაიხოვდნენ მაგას ხელზე. ყველაფერს დანარჩენს დაივიწყებდნენ, რაც ეწერებოდა დოკუმენტში და მარტო მაგაზე ილაპარაკებდნენ, რომ აი იქ წერია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე და ესე ისინი აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ცნობენ ჩვენ ლეგიტიმურობას. ამიტომ პრინციპული საკითხი არის ეს დოკუმენტებში. მიუხედავად იმისა, რომ ესეთ რეზოლუციებში შეიძლება ხვალ არ მოიტანოს შედეგი და ზეგარ მოიტანოს შედეგი, პრინციპული საკითხი არის, რომ ტექსტის შერბილება არ მოხდეს ერთი და მეორე რიცხვი თუ შესაძლებელია რომ გამკაცრება მოხდეს, აუცილებლად გამკაცდეს. ეს მაგალითი მოვიყვანე, სადღაც და მაგალითს გავიყვანე, ყოველ წელს გაერო იღებს რეზოლუციას დევნილების საკითხზე საქართველოში და ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილებზე არის საუბარი. და მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ძალიან ბევრი წელი, ჯერჯერ აფხაზეთი არ დაგვიბრუნებია, მაგრამ ყოველ წელს გულის ფანცქარით ველოდებით ხო არ დაემატება შემთხვევით ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს ამ რეზოლუციას. რომელიღაცა ქვეყანა, რომელიც მალე წინააღმდეგ იყო, ხო არ გადავა და თავს ხო არ შეიკავებს და ასე შემდეგ. ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რომ ესეთი დოკუმენტები იდება, რაღაცა ერთ გარდა იმისა, რომ ისტორიას რჩება, ამ დოკუმენტებით ხდება განწყობების და იმის ბილდაპი როგორ არის და დაშენება ერთმანეთზე. ამიტომ ეს რეზოლუცია არის ხა ბევრად უფრო მრავლის მომცველი, ბევრად უფრო მრავლის თქმელი, ბევრად უფრო ხისტი საკუთარ ტერმინებში და უფრო პირდაპირი, ვიდრე ნაკლებად არის შიგნით გამოყენებული დიპლომატიური ენა და ასეთი რაღაცეები და არის ბევრად უფრო ყოვლის მომცველი, ვიდრე აქამდე ყოფილა. და ეგ არის მნიშვნელოვანი. კიდე ფაქტია, რომ ამ დოკუმენტში ყველგან ნახსენებია, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური და ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ძალიან ხაზგასმით წერია და ფაქტია, რომ თქვენი ეს მცდელობა დასრულდა წარმატებით და ინტერპრეტაციისთვის სივრცე აბსოლუტურად მოესპო ოცნებას. ახლა მინდა ზურა ერთგვარად განვაზოგადოთ. ერთია დღევანდელი სიახლე, რომელიც გავიგეთ, სამწუხარო სიახლე ოცნებისთვის, თუმცა ძალიან სასიხარულო ქართველი ხალხისთვის, მაგრამ იქამდეც ჩვენ ვნახეთ, რაზეც თქვენ რამდენიმე წუთის წინ საუბრობდით, ინდივიდუალური სანქციები, რა გზასაც მიმართეს ქვეყნებმა, ანუ საერთო ჯამში პოლიტიკურ კოლაფსში და ეკონომიკურ კოლაფსშიც არის რუსული რეჟიმი და ამას ცხადყოფს ყველაფერი, რაც ხდება ქვეყნის შიგნით, იქ საპროტესტო აქციები, მსვლელობები, მარშები, დაუმორჩილებლობა და ქვეყნის გარეთ. აბსოლუტური საერთაშორისო იზოლაცია, როდესაც არ სადეპატიჟებიან და არავინ არ თმევს ხელს. აი, დროსთან ერთად ხომ არ ხდება რეალური, თუნდაც აი დღევანდელი ახალი გადაწყვეტილების კვალ ის, რომ ივანიშვილი მართლა დათანხმდეს ახალი არჩევნების გეგმას, ჩატარებას, იმიტომ რომ მას სხვა გზა არჩება. ერთია ის, როგორ აჩვენებს თავს და ერთია რაც გამოხატავს რეჟიმი, მაგრამ მართლა პარტნიორი ცივილიზებულ სამყაროში არ დარჩა და ნუ ქვეყნის შიგნით ხალხის დამოკიდებულებაზე აღარაფერს ვამბობ, ყველაფერი ზედაპირზეა.
ხო, ჯერჯერობით მე ვერ ხედავ რამე მაგის გარეგნულ ნიშნებს, რომ ის დაждდეს მოლაპარაკების მაგიდაზე. მე პირიქით ხედავ მოვლენების განვითარებას და ეს პირიქით განვითარება გულისხმობს იმას, რომ ის ჯერ კიდევ ბევრ დანაშაულებს ჩაიდენს, ბევრ ცუდ რაღაცებს გააკეთებს, ბევრ ცუდ კანონებს მიიღებს, მათ შორის ბევრ ადამიანს გაამწარებს კიდევ და ამის შემდეგ შეიძლება დიდი ალბათობით მე უფრო მაგ სცენარის ვჯერა აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მართლა აღარ გაეჩერება მაგ ქვეყანაში და დაამთავრებს ისე როგორც ამთავრებენ ხოლმე ჩვენ ქვეყანაში მოდიქტატორო ან ჩვენ რეგიონში მოდიქტატორო ტიპები, როგორც ასადმა დაამთავრა მოსკოვში, გაქცევით, როგორც თავისდროზე ასტანაბაშიძე გაიქცა მოსკოვში. ხო, რაღაცა მსგავსი მგონია, რომ უფრო რეალისტურად მეჩვენება ვიდრე ის, რომ ის ახლა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯერჯერობით მე ვერ ხედავ მაგას პირიქით იღებენ სულ უფრო და უფრო შემზღუდავ კანონებს, რა ვიცი 500 ლარი დაჯარიმებენ ყოველდღიურად 1000 თუ არა 100 ადამიანს და ამწარებენ ამ ადამიანებს, იჭერენ, აწამებენ, ცემენ, რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, მათ შორის იამაღლობელი უკვე რაღაც 40 დღე იქნება მალე უკვე რაც შიმშილობს ხო ადამიანი. და ეს ყველაფერი ფეხებზე კიდევ პირიქით იცინიან ამ ყველაფერზე, ყველა ქცევა რა ქცევასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით არის ტიპიური რუსული ქცევა, რომელიც ერთის მხრივ გულისხმობს ამ ცინიკურ დამოკიდებულებას, მეორეს მხრივ რომ შეგაჩვიოს ამ რაღაცა სისასტიკეს და ტერორის ატმოსფეროს და შეეგუორა ეგონოს რომ არის ნორმალური ამბავი და მესამე მხრივ მოგიჭიროს კლანჭები მაქსიმალურად რომ მოგახშოს და არ მოხდეს არაფრის კეთების საშუალება და ყველა ეს შეზღუდვები რომელსაც ახლა ეგენი იღებენ, ეგ ყველა მიმართული არის რაღაც იმისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამიტომ მე მგონია რომ გზა რომელიც არჩეული აქვს, ეგ გზა უფრო სხვა მიმართულებით მიდის. ეგ გზა არ მთავრდება იქ, რომ ეგ დაждდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და რაღაცაზე შეთანხმდეს და არჩევნები ჩაატაროს. ეგ გზა მთავრდება იქ, როცა ბევრ ადამიანს ამწარებ და შემდეგ აღარ ჩერდები იმ სოფელში თუ იმ ქალაქში თუ იმ ქვეყანაში, სადაც ეგ რაღაცები გაქვს ჩადენილი და გარბი ხარ და როგორც თქვი, ამ ქვეყნიდან როგორც წესი, ამ რეგიონიდან როგორც წესი მოსკოვში გარბიან ხოლმე. თუმცა იქ ოცნების გუნდში რომ დამძიმებული არიან, ამას ცხადყოფს მათ შორის დღევანდელი განცხადებაც რუსი ივანიშვილის დაჯგუფების მეზურა მაინტერესებს თქვენი შთაბეჭდილება ამაზე, ან Deep State-ი დაამარცხებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი თავს დააღწევს მას, მოკლედ აქამდე ამერიკაში ეძებდა ოცნება Deep State-ს, ახლა უკვე ევროპის წიაღში, არ ვიცით, შეიძლება სადმე სხვაგანაც აღმოაჩინონ ცოტა ხანში. ხო, აი, ეს რეაქცია, ეს გადმოძახილები რუსული რეჟიმის კულისებიდან და დღევანდელი ეს განცხადება თქვენთვის რაზე მეტყველებს? არა, ცხადია, შიგნით პრობლემები აქვს მაგას ათნოთ საუბარი. ის განცხადება დღევანდელი ხარ როგორ შეიძლება მაგას სერიოზულად შეხედოს რაღაცა ესეთი ხა ჯერ გლობალური ომის პარტია ყავდა ამოჩენებული, ხა შეცვალეს და რადგან ტრამპი Deep State-ს იყენებს ხოლმე ხანდახან, ხა ამათაც Deep State-ი დაიღეს ტერმინად, რომ დაემსგავსო, რომ ვითომ ეგენი და ტრამპი ერთი და იგივე რაღაცაზე ლაპარაკობენ და ვითომ ძალიან ტრამპისტები არიან, მაშინ როცა იქიდან ვიღაცები ამერიკელები ამათ რაღაცა პროირანულ და პროჩინურ რეჟიმს ეძახიან და ესენი აქედან ტრამპს ეტენებიან. შიგნით პრობლემები რო აქვს მაგას ათნო საუბარი. კაცმა არის ის სინამდვილეში რა მდგომარეობაში არიან. ერთი რაც მოახერხა ამ რუსულმა რეჟიმმა, რაც ასევე დამახასებია რუსული რეჟიმებისთვის, არის ის, რომ დაკეტილი აქვს მთელი სისტემა ისე, რომ ძალიან ცოტა ინფორმაცია აღწევს გარეთ. ანუ ჭორების დონეზე ვგებულობ ჩვენ რაღაცებს და როცა ვგებულობ ჭორების დონეზეც რაღაცებს, იქაც არა ვარ დარწმუნებული, რომ სპეციალურად გამოჟონილი რაღაცა დეზინფორმაცია არ არის, რომ ჩვენ რაღაცა დაგვაბნიონ. ამიტომ ეგ აქვს კარგად აწყობილი, ამიტომ მართლა არ ვიცი შიგნით მდგომარეობა, გარედან სიმპტომებზე ეტყობათ, რომ შიგნით პრობლემები აქვს. ბევრჯერ მithქვამს, ეხლა შემილეს გავიმეორო, რომ ძალიან ფართო დიაპაზონია რა შეიძლება ხდებოდეს. შეიძლება ხვა ჩამოიშალონ, აი ეგეთი რეალობა იყოს და ყველას გაგვიკვირდეს, როგორც საბჭოთა კავშირში ჩამოიფშნა ერთ დღეს უცებ და შეიძლება გაძლონ კიდე რამდენი რაღაცა ხანი. რამდენი ხანი არ ვიცი. არავინ არ იცის ეს ზუსტად. პრობლემები რო აქვს ცხადია, ვის სიამოვნებს ეხლა ვერცად თავი აღარ გამოეყოფათ, ხო? თავი მოიჭრეს ბოლომდე, გახდნენ ადამიანები, რომლებიც არიან ყველაფრის გამპრავებლები საკუთარი რაღაც კეთილდღეობისთვის ან იმის გამო, რომ რაღაცის ეშინიათ და ყველაფერს აპრავებენ, ყველაფერს. იმის აპრავებენ იმას, რომ პოლიციას რო ჟურნალისტმა ხელი გაარტყა, იმიტომ შეურაცხყოფა მიაყენეს, თურმე ამისთვის 4-დან 7-მდე ციხეში უნდა ჩასვა. აპრავებენ წამებას, ახალგაზრდების აპრავებენ იმას, რასაც ის ხარება აკეთებს, რომლითაც თვითონაც ეშინიათ სიკვდილივით და ასე შემდეგ, ხო? კარგად ვერ ეკრებათ საქმე, ვერც ფსიქოლოგიურად და ვერც სისტემურად
ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ამდენ ხანს გაძლევენ არ ვიცი. მე მიჭის ხომ ეგეთი პროგნოზების, მე შემილია უფრო თავი დავდო იმ ხალხზე, ვინც რუსთაველზე დგას, რომ ისინი გაძლევენ დიდ ხალხს. იმ ხალხის მჯერა და იმის მჯერა, რომ თავისუფლების სიყვარული საბოლოო ჯამში გაცდებით უფრო ძლიერი არის და მათ შორის საკუთარი შვილების სიყვარული, რომელსაც გინდა ეს ქვეყანა დატოვო, ვიდრე რაღაცა პრემიები და კუნთები. კი, ნამდვილად პროტესტის 78 დღეა და რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. ის რუსთაველის გამზირი, რომლის გადაკეტვასაც მთელი ძალით ეწინააღმდეგება, მათ შორის საპოლიციო რეჟიმი, ცოცხალი რესურსით და ფაქტის სახეზეა, რომ ხალხი არ იღლება. ზურა, ერთი შემაჯამებელი კითხვაც გასაგებია, რომ შეხვედრების ვიზიტების აუცილებლობას ხედავთ და თქვენს პარალელურად ასეთი ტიპის შეხვედრებს განაგრძობს სალომე ზურაბიშვილი. სხვათა შორის დღეს მასწეც ევროპარლამენტში პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ მას ვაღიარებთ პრეზიდენტად, საერთოდ არ ვიცით, რა სტატუსი აქვს და ვინ არის ყაველაშვილი და არაფერი ვიცით მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის შესახებ. აი ვიცით რომ მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს ის მონაწილეობას, შეხვდება მსოფლიოს ლიდერებს, იქამდე ვიდრე წავიდო და თქვენთან ოპოზიციასთან ქონდა შეხვედრა, თუ არის ერთობლივი სტრატეგია, რასაც მათ შორის მიყვება საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიცია. აი ამ ველზეც ამ ნაწილშიც აქტიურობა რამდენად მნიშვნელოვანია. კი, ანუ ეს ნაწილი კოორდინირებულია სალომე ზურაბიშვილთან. მაშინ ყოველკვირეული შეხვედრები იმართება, ის საქმის ყურშია ჩვენ რას ვაკეთებთ და ჩვენს საქმის ყურში ვართ. მისი რაღაცა უახლო რაღაცა შუთიანი გეგმები ცხადია, ხო აქ არიდება, რაღაცა უახლოესი გეგმები რაც არის, განსაკუთრებით საგარეო ფრონტზე, ჩვენ მაგის საქმის ყურში ვართ. ამ რეზოლუციაში ერთი გარდა მაგ მნიშვნელოვანი ჩანაწერისა, რომ ისინი ერთადერთ ლეგიტიმურ პირად აღიარებენ სალომე ზურაბიშვილს, იქვე არის ასევე მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომელიც თუ შესრულდება იქნება ძალიან მაგარი. იგივე პარაგრაფში არის ჩანაწერი, რომ ისინი მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, ანუ არა ევროსაბჭოს, არამედ ყველაზე მაღალ ინსტანციას ევროკავშირში, ეს არის ევროპული საბჭო, აი რომლის პრეზიდენტიც შარლ მიშელი იყო, ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები, ზოგი პრეზიდენტია, ზოგი პრემიერია, აი ამ საბჭოს მოუწოდებენ, რომ შემდეგი ევროპული საბჭოს შეხვედრა რო იქნება, იქ მიიწვიეთ სალომე ზურაბიშვილიო და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ეგ აღსრულდება და სალომე ზურაბიშვილს მიეცემა საშუალება, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრას დაესწროს და საქართველოზე ილაპარაკოს და მათ შორის წაიღოს საქართველოსთან ის მასალები, რომელიც ჩვენ დაგვაქვს, უამრავი მასალა დამტკიცებულება, სხვადასხვა ხასიათის ფურცელი იქნება ეს თუ ვიდეო თუ ფოტო მასალა თუ ასე შემდეგ და იქ დაელაპარაკოს რა ხდება საქართველოში და საში ხედავს გამოსავალს და რაში ვჭირდება ევროპელებისგან დახმარება, იქნება ძალიან მაგარი. თუ ეგ აღსრულდება და ეგ ჩანაწერი ამ რეზოლუციაში არის. ისე როგორც არის იქო ჩანაწერი, რომ კიდე რაღაც ერთ ასევე მნიშვნელოვან ფორუმზე არის საუბარი, რომ იქაც მიიწვიეთ სალომე ზურაბიშვილს სახელი არ მახსოვს, რომელი ფორუმი იყო, მაგრამ ეგ იქნება ძალიან კარგი, თუ ეგ მოხდება. კოორდინაციას რაც შეეხება, კი, მაგრამ წეში კოორდინაცია გვაქვს ნამდვილად და მან და მე კი რაღაცა სულ რაღაცებზე წუწუნებ და არა ვარ ხომ ეკვალყოფილი, მაგრამ მაგნაცში ეხლა რა კოორდინაციას გვაქვს, კარგია ძალიან. ზურა, დიდი მადლობა ჩართვისთვის და მადლობა ინტერვიუსთვის. ჩვენ ზურა ჯაფარიძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში.